დღეს ვაგრძელებთ ჩვენ ქართული ოცნების თემატური ჯგუფების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების თემატურ ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ოთარ ხუფენია. ეს ჯგუფი აერთიანებს სამ ქვეჯგუფს, ეს არის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის და სადაზღვევო ბაზრის რეგულაციის ქვეჯგუფები. ქართული ოცნების კარი ღია ყველა დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურს თემატური ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ აქტიურად ჩაერთოთ თემატური ჯგუფების მუშაობაში. ჩვენი ამოცანა პირველი ეტაპის გახდათ არსებული მდგომარეობის შეფასება და დასახვა სრულყოფის გზებისა. სამუშაო ჯგუფს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალური დაცვის სისტემა იმდენად ამოვარდნილია საერთაშორისო გამოცდილებიდან და ყველანაირი კონტექსტიდან არ ექვემდებარება რეფორმირებასა და სრულყოფას. არამედ აუცილებელი და გარდუალი ხდება ამ სისტემის რეორიენტაცია, ანუ მიმართულების შეცვლა. მიმართულებისა, რომელიც დღეს არის მიდის ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის სოციალური საფუძვლების შექმნისაკენ, ხოლო რეორიენტაცია გულისხმობს თავისუფალი და დემოკრატიული ღირსებით სავსე საზოგადოების მშენებლობისაკენ. ძირითადი დებულებები, რომელიც გამოკვეთილია, მდგომარეობს შემდგომში. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კერძო სექტორისათვის გაუმართლებლად დერეგულირებული ფუნქციების შედეგად მივიღეთ სისტემა, სადაც არც სამედიცინო პერსონალია დაცული და არც ავადმყოფი. სადაზღვევო პოლისიზაციის ბითუმად შესყიდვის შედეგად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაემსგავსა სადაზღვევო ბროკერს, რის შედეგადაც ყალიბდება ჩვენს თვალწინ ხელოვნური მონოპოლია და ეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური დაზღვევის სხვა სახეობების საერთოდ განუვითარებელია, ყოველივე ეს ჩვენის ღრმარწმენით ქმნის სახელმწიფოებრივი საშიშროების ფორმირების საფუძველს. ასევე მიგვაჩნია, რომ სოციალური კლასიკური გასაცემლები, როგორიც არის პენსია, მაგალითად, დროებითი შრომის უნარობა, ბიულეტენი, უმუშევრობის შემწეობა და სხვა, გადაიქცა ტიპიურ ფორმად ხელისუფლების წყალობისა და არა ადამიანის მიერ გამომუშავებული სოციალური გარანტიებისა. დამატებული ამას უკონტროლო სისტემა, რომელიც შექმნილია სოციალური გასაცემლების მართვის სფეროში და ეს დეტალურად დაადასტურა 2 წლის განმავლობაში საღათას ძილიდან გამოსულმა კონტროლის პალატამ, როდესაც შეძლო და შეამოწმა ჯანდაცვის პოლისებში და მართვაში არსებული მდგომარეობა. ფართო საზოგადოებისათვის შედეგები ცნობილია, ოღონდ აღნიშნავ, რომ სამწუხაროდ ის დღეს განსჯის და განხილვის საგნად არც პარლამენტში ქცეულა სამწუხაროდ და არც საზოგადოებაში. ყოველივე ეს ქმნის რეალურ საშიშროებას იმისას, რომ ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო განამტკიცოს გაღატაკებული და ბოდისვიხდი, მაგრამ კოლექტიურად გამათხრობებული საზოგადოებისგან საარჩევნო ხმების მოსყიდვა. მხოლოდ ერთს დაგისახელებთ, როცა ყელყელაობენ, რომ 8 წლის განმავლობაში 7 ჯერ არის პენსიები გაზრდილი და სამწუხაროდ ეს დონე ასევე ჯერობით ჩამორჩება, თუნდაც DST-ში შემავალი ქვეყნების საპენსიო უზრუნველყოფის დონეს, გვიმალავენ იმას, მაგრამ მე თქვენ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს მატება რატომღაც წყალებში ემთხვევა ან ცენტრალურ ან ადგილობრივ არჩევნებს. ანალოგიური ჩანაფიქრია ახლაც 2012 წლის სექტემბრიდან. ერთი სიტყვით, სისტემა, ანუ ეს უსისტემობა მართლაც რეორიენტაციას საჭიროებს, მაგრამ ჩვენ ჯგუფს, მთლიანად ქართულ ოცნებას, ღრმადაა გაცნობიერებული, რომ ჭეშმარიტი პოლიტიკა შეიძლება სოციალური შემუშავდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის შედეგად, პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მიერ და რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებისა და იმ ვალდებულებების გათვალისწინებით სოციალურ პლანში, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა სახელმწიფოსაა გაღებული. ამ სფეროში, ამ მიზნის უკაცრავად მიღწევისათვის ჩვენი ჯგუფი სისტემატიურ შეხვედრებს გამართავს სოციალურ ჯგუფებთან, ამ პრობლემებით დაინტერესებულ სპეციალისტებთან, პროფესიონალებთან, ყველასთვის კარი ღიაა და ერთს ხაზგასმით აღნიშნავ. ამოცანის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მედიის თანადგომით, ობიექტურობით, ჯანსაღი კრიტიკით
და იმ მოსაზრებების და იდეების პოპულარიზაციით, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ესოდენ ჭირდება.